მორიგეობები ქონდა ხოლმე, სულ მის კარებთან მეძინა ხოლმე და ესეთი გამაფრთხილის დედება, რომ პატრიკ შეიძლება გამოვიდეს და გითხრას, რომ ნაყინი მიყიდეო. ხო და არ გაბედო ეგეთი რამე არ გააკეთო, რომ ნაყინი პატრიკს დიაბეტი ქონდა და მისთვის ნაყინი არ შეიძლებოდა არაფრით თუ დიაბეტი აუწევდა და არ შეგეთყვის ვიცოდეო პატრიკმა შეიძლება გითხრას, რომ ნაყინი და არაფრით ნაყინი არ უნდა უყიდო უწმინდესო და აი არ დედების ნავდის უგრძო წავიდე თან ისეთი კაცრები ძალიან თქმულები თან ძალიან კაცრები და ბუნებრივია მეც ხო დავთანხმდი რომ დიახ ესე ვიზამეთქი და მართლაც ეს დედები რომ გამოვიდნენ კელიიდან და პატრიკმა დაიცინა მაგას ვიდეო რომ გამოვიდა პატრიკს ეძინა გამოვიდნენ და ერთ ნახევარსაათში გამოწუწმინდესი და მეუბნება რომ ესა რომ ხახა წადიოდ ნაყინი მიყიდეო გავუქიშდი ნაყინი ვიცი რომ ნაყინი არ უნდა უყიდო უწმინდეს არ შეიძლება ხამის პირველი საათია და ნაყინი მიყიდეო და გამოვედი ჩავედი ქვევით ეზოში წრე დავარტყი ეზოს ერთი რამოდენიმე მეტრე მერე ვიცოდა ხანი ვიჩექი ეზოში და ავედი გვიან და მეთქალბათან წინას ვთქი პატრიკს და შევიხედე ოთახში და არა გვიძას მელოდება გზის ტელევიზორში არ თქო ზის და მოყურებს ტელევიზორს და გამოვიდა თქვენაც ოსო ნაყინი ვერ ვიშოვე მეთქილა და მოვატყვი უწმინდესი აი ესეთი რამე და როგორ ეხ პატრიკს ატყუე პატრიკს ეუბნებით ყუგლს აი შინაგ აი დამენგრა ყველაფერი ამას რომ ვიცოდი რომ არ უნდა მიმეტანა მისთვის ნაყინი და კაი უწმინდეს არაფერი მეთქო გამორთო ტელევიზორზე შევიდა კენეს დაწვა დაიცინა თელი ღამე აი გამისკდა გულის დღეს ჩავარდი აი ხატებთან ეგ ძველი ხატი აფხაზეთიდან წამოძანებული და იმ ხატის წინაშე დავიჩოქე და დავიწყე მაპატიე რომ ეს მომიწე ღმერთ დედახშობილო შენ შემიდე შენ ხო იცი რა გაზრაფეთ გავაკეთე ეს და რაღაც შემთვის ეს თელი ღამე ლოცულ დილის 6 საათზე გამოვდივდა უწმინდესი ხომ და ერთად ლოცულობთ ხომ დილის 6 საათზე გამოვიდა დილის 6 საათზე უწმინდესი ვილოცეთ ვერ უყურებ უწმინდეს თვალებში ერთის როდი სწავლა საპატრიარქოდან ახლა დილის 6 საათიანის როცა მორჩება და გავედი საპატრიარქოდან გავედით ის დღეები ვარ უწმინდესთან აი ვერაფერს ვეღარ ვიტანჯები ეს დღეში ვარ ერთი დღე გავედი და ორი დღე სამი დღე და ისე მორიგეობა მომიწევა უწმინდესთან და მორიგეობის ვერ მოვიტვი და მივედი უწმინდესთან და მარტო როგორც ნახე უწმინდეს მეუბნებით თქვენ წესამეთქი შემიდეთ მეთქი დღეს მოგატყუეთ მეთქი რა არც კი წავსვა ნაყინზე მეთქი და მაპატიეთ მეთქი რომ ეს ნაყინი არ გიყიდეთ მეთქი რა უწესონები და კაი უწმინდეს არაფერი არ მეთქი უწმინდეს კარგი არაფერი გავიდა ეს მისო დედები გამოვიდნენ კელიიდან პატრიკს მგონი რომ ძინავს და გამოდის უწმინდეს ერთ ნახევარ საათში დედები რო წავიდნენ და 50 ლარი რომ ჭირავს ხელში და მაწოს 50 ლარი მაშინ 54 ღირი და ნაყინი ახლა წადით ამისო ნაყინი მომიტანეო 50 ანუ 100 წელი ნაყინი წავედი წავედი მე გამახსნა რომ დიდი ყომში გუდულში იყიდებოდა ნაყინები ძვირიანი ნაყინები 12 ლარიანი 8 ლარიანები რაღაცები და წავედი დიდი ყომში მანქანით ვიყიდე ეს ნაყინები ცოტა რო შემხედრო და ბევრი აყოფილიყო და ეგ შევედი ბუხის ოთახში და დავჯექეთ იქ და მე სტრაფად შევჭამ ეს ნაყინი პატრიკს ნაკლები რო შეხვდეს და ბევრი შევჭამ და დავიწასრავ რასაკეთე მოჟე როგორ ჭამა და თვითონ ერთ ნახევარი ნაყინის ერთ უჭამია ზატოს ეს ჭამა და მე ეს მაცივარი გავამალაგებინა და მასივს კუთხეში ჩამალაგებინა ეს და დავმალეთ ეს ნაყინები დავმალე და ხა მიუღებდნენ ხოლმე იმას აფია სისხლს რა დიაბეტის დადგენილიყო და თვითონ რომ გამოვედი 6 საათიანზე ესე ლოსოს რომ გამოვედით თვითონ ესე ჩაარჭოს ეს ჩაარჭობდნენ და სადებინებ და აიღეს და საკარე გავარდნეს სადღაც აი მე გაგიჟდნენ ესენი რეკავენ ქალბატონცის სანავეს და ურეკეს ექიმის დილით გააღვიძეს აი რა ხდება არის დაიწყო რეკები ექიმთა რეკავენ პატრიკს ეგრე ამეჭამე არაფერი ამეჭამე უწუდეს ეუნება ვერ იგებე რატო ხდება ესა და მე მეუბნებოც ესე არ თქვა ეს გამოიხედა ხავჭამე ვერ თქვა უწუდეს არაფერი ამეჭამე მე მეუბნება არ თქვა და მე ახლა არ ვამბობ პატრიკი ხა როგორ ვიტყვი ამას ვერ ვამბობ ვერაფერს და უკვე ელოდი რომ გათენდება რომ გერმანიაში დარეკონ რომ გაარკვე რატო არის ეს ჟაკარია და არაფერი არ იყო წინათ კარგად გონდა ყველაფერი ეს ქართველი ექიმი ვერაფერს ვერ ამბობენ ვერ იგებენ თუ არაფერი არ იყო საჭამი მაშინ რაღაცა ხდება და გერმანიაში და გადავაფრინდა და უკვე წავიდა ლაპარაკი და ბოლოს უკვე რომ გადაფრენაზე მიდგა ლაპარაკი და მე ვადექი და უთხარი დედებს მეთქე ნაყინი ვაჭამე აუ ნაყინი ვაჭამე მე ხო გამაგდეს იქიდან დღეს გამიშესაბათრეკონა და მე ეს მაცივი და გამოვუტანეს ეს ნაყინები და წამოიღეს აი რა ვთქვა და მართლა ესეთი აი დიდი ადამიანი და ესეთი აი წმინდა იყო და ესეთი აი ბავშვური სიხარული იყო მაშინ და ესეთი აი თან ესეთი დიდი ადამიანი